აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა არის მრავალმხრივი, ესე ვთქვათ, მას არ აქვს ამე კონკრეტულად გამოკვესილი ვექტორი. ეს არის შეგვიძლია ვთქვათ სტრატეგიული ავტონომიის და სუვერენიტეტის პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია თვითონ მისი ქვეყნის და უფრო პერსონალიზებულად ვთქვათ, მისი ლიდერის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებზე და რა თქმა უნდა, ამ სახელმწიფოს ინტერესებში რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა გქონდეს. თუმცა მას ყავს უცვლელი უკვე შეგვიძლია ვთქვათ, ბოლო 10 წელია და მეტია სტრატეგიული პარტნიორები და არის ქვეყნები, რომლებსაც სიტუაციურად აქვს კარგი ან ცუდი ურთიერთობა. ბოლო დავიწყებ, ეხლა თავარი პარტნიორი რა თქმა უნდა და მისი უსაფრთხოების გარანტს არ ვიტყოდი, ეს ცოტა გადაჭარბებაა ჩემი არის, მაგრამ ხელშემწყობი არის რა თქმა უნდა თურქეთი, ხო? იმიტომ რომ ეს არის ორი მონათესავე სახელმწიფო, არსებობს ცნობილი კონცეფცია, რომ ერთი ერი ორ სახელმწიფოში, ამაზე დიდი დავა მიდის, ვისი სიტყვებია, მაგრამ ალბათ LGB-ის სიტყვებია, ამბობენ შეიძლება სხვისი სიტყვა ამაზე გამართი მიდის, მაგრამ ამას ახლა დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს კონცეფცია გამჯდარია.